გამარჯობა მეგობრებო, დღეს 3-დან 1 ახალგაზრდა ადამიანს აქვს ცუდი კოლესტერინი მომატებული. და მერე როცა გაიგებენ ცუდი კოლესტერინი მომატებულია, პირდაპირ გადადიან ეგეთი კვებაზე, სადაც ცხიმი არ არის, დაიწყებენ მოხარსულების ჭამა, მაგრამ ცუდი კოლესტერინის მომატება არ არის საჭმელში ნაჭამი კოლესტერინის ბრალი. კოლესტერინის საჭიროა ჩვენი ორგანიზმის საჭიროა. დღის ვიდეოში გეტყვი რამოდენიმე საშუალებება, რომელიც თქვენ შეიძლება მოიყვანო სასწრაფოდ ეს ცუდი კოლესტერინი ქვევით და კარგი კოლესტერინი გაიზარდო. და რა თქმა უნდა, მაგისთვის წამალი არ წირდება და წამალი რო დაიწყებს დალევა, სიცხლის გამათხელებელი, მერე გელოდება მომავალში მექსერების პრობლემა, გვიძლის პრობლემა, სხვადასხვა სიცხლის და სხვადასხვა ორგანოების დავადება. იმიტომ ბოლომდე უყურე ვიდეო, თუ გაინტერესებს, როგორ უნდა გაწმენდო სისხლის ზარგველი არის მეგობრებო ნაყინი, რომელიც დაგეხმარება მოიყვანოთ ცუდი კოლესტერინი ქვევით. მაგ ნაყინისთვის პირველი პროდუქტი არის ნიორი. ნიორში შედის ელისინი, რომელიც არის პირველი ჩვენი სისხლი და სისხლის ზარგვების ჯანმრთელობისთვის. მეორე არის მეგობრებო ჯინჯერი, ჯანჯაფილი. ჯანჯაფილში არის ჯინჯეროლი, ეს არის ყველაზე საუკეთესო ანთების საწინააღმდეგო და როცა მომატებული გაქვს კოლესტერინი, ეს კოლესტერინიც ერთ-ერთი ტიპის ანთება არის. მესამე პროდუქტი არის ლიმონი. შედის C ვიტამინი, არის საუკეთესო ანტიოქსიდენტი და ოქსიდური სტრესის გამო იცავს ჩვენი ნებისმიერი ორგანოს. როგორ უნდა გაამზადო? დაახლოებით 5-6 კბილი ნიორი, თლიანი კი არა, კბილი, 5-6 კბილი ნიორი და ჯინჯერის ერთი ნატეხი. აი, ეგეთი ნატეხი. ეს ორივე დააჭყლით ერთად, ან დააბლენდერე ერთად, რომ ერთი მასა, ერთი მასოვანი გახდე. ორივე ერთი მასოვანი რო გახდე. იმის მერე 1 ლიტრა წყალი ორივე გაიტანე 1 ლიტრა წყალში. ეს 1 ლიტრა წყალი დაახლოებით 5-6 წუთი უნდა აადუგო. კარგად უნდა აადუგო. კარგად რო ადუგდება, იმის მერე ამოიგე, გამორთე გაზი და ოთახის ტემპერატურაზე მოიყვანე. საუკეთესო საშუალება აიურვედაში პირველია მეგობრებო სიცხლის ზარგვების გაწმენდებისთვის. ეს თლიანი ნაყინი, როცა ოთახის ტემპერატურაზე რომ მოვა, თბილი რო ოთახის ტემპერატურაზე იქნება, 1 დიდი ლიმონის წვენი გააწურე თლიანი წყალში. 5-6 წუთის ადუგების მერე ეს 1 ლიტრა წყალი დაახლოებით 800 მილიგრამი დარჩება. ეს 800 მილიგრამი დაახლოებით წყალი მერე რამე ბანკაში, კონტეინერში ქონდე და შეინახე. ეხლა რა შვებით? ყოველდღე უძმოზე საწმელის წამის 1 საათი წინ 50 მილიგრამი სვავს. თუ გაწუხებს კუჭი, ეს ცოტა შეიძლება ყველას არ უხდე, იმიტომ თუ არასასიამოვნო შეგრძნება გაძლევს დალევის მერე, მაშინ საწმელი წამის 1 საათი მერე დალიე. უძმოზე კარგია, მაგრამ 1 საათის მერეც იგივე ეფექტი იქნება. გინდა უძმოზე დალიე, გინდა საწმელი წამის 1 საათის მერე დალიე. ყოველდღე 50 მილიგრამი, დაახლოებით 2 თვე. მეორე საშუალება მეგობრებო არის ფენუგრიკი. ფენუგრიკის თესლი ესე გამოიყურება. ეს ჩვენი მაღაზიაშიც შეიძლება ძალიან იაფია. ფენუგრიკის თესლი არა მარტო ცუდი კოლესტერინი, წონის დაკლებაშიც დაგეხმარება, პლუს ინსულინს ახდინებთ სენსიტიური. ანუ სიცხლში გლუკოზის რაოდენობა ვისაც აღწუხებს, ანუ დიაბეტიანი ადამიანისთვისაც საუკეთესო საშუალება. დაძე პირველი დღევე თქვენ რო დალევს და მერე გასინჯავს სიცხლში ციფრები დაბალი დახვდება გლუკოზის. როგორ უნდა გაამზადო? 1 ან 2 ჩაის კოზი ღამე ადუგებული ცხელი წყალში დატოვე. დილის ეს გაფუებული დახვდება, გააწურე და ისევე როგორც პირველი ნაყინი უძმოზე დალიე. და პირველი ნაყინისთვის ესეც თუ არ გინდა უძმოზე დალევა და დისკომფორტია, საწმელი წამის 1 საათის
მერე დალიე ძალიან კარგი საშუალება მეგობრებო და უფრო კარგი იქნება თვითონ ეს თესლებიც რო დაგეჯო და ზევიდან ეს წყალი დალიო. გემო ცოტათი არასასიამოვნო შეიძლება იყოს, მაგრამ ძალიან მაგარი ეფექტია ცუდი კოლესტერინი და გლუკოზის რაოდენობის შემცირება. მესამე არის მეგობრებო არჯუნა. არჯუნა არის ერთ-ერთი ხის კანი, რომელიც პირველი არის ცუდი კოლესტერინის შემცირებლად. აიურვედაში არ არსებობს არც ერთი საშუალება, სადაც არჯუნა არ შედიოდე. ჩვენი ფორმულა რო არის არჯუნას ფორმულა, თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მაღაზიაში, რომელშიც შედის 400 მილიგრამი არჯუნა და ნიორი. ეგეც მაგარი საშუალება, ადამიანი თუ არ ცხოვრობს ეგეთი ადგილზე, სადაც ჩვენამდე რო არ მოდიხარ, მაშინ ნებისმიერი ქვეყანაში მოძებნე, ნებისმიერი ინტერნეტის საშუალებაში მოძებნე არჯუნა. არჯუნა ორინაირად შეიძლება დალიო. არჯუნას ფქვნილი იყიდება, მაგის ჩაი, ისევ ესე ჩვეულებრივი ჩაი, ერთი ჩაის კოზი 200 მილიგრამ წყალში აადუგე, გააწურე და ნებისმიერი დროს დალიე. ძალიან მაგარი საშუალება. და კაფსულის ფორმით, რომელიც ჩაის დრო არა გაქვს, მაშინ შეიძლება ეს ჩვენი მაღაზიაშიც იყიდება. ძალიან მაგარი საშუალება, ეს როგორ უნდა დალიო? საწმელის ჭამის მერე ერთი კაფსულა დილით, ერთი კაფსულა საგამოთი. გულის ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ფორმულა. ბოლოს არის კურკუმინი. კურკუმინი არის ბუნებრივი სიცხლის გამათხელებელი. მაგრამ ადამიანი ვისაც აჩუქებს ნაგველაში პრობლემები, ადამიანი რომელიც არის ენემიური, იმ ადამიანმა დიდი ხანი არ უნდა დალიო. 2 თვე შეიძლება მაგის დალევა. დანარჩენი ადამიანისთვის ხანგრძლივი მაგი დალევა შეიძლება. ერთი ჩაის კოზის მეოთხედი ერთი ციხა წყალში აადუგე, მაგის ჩაი შეიძლება დღეში ერთხელ ან ორჯერ შეიძლება დალიო. ჩაის გაკეთება თუ არ გინდა, მაშინ კურკუმინის კაფსულები ნებისმიერი ქვეყანაში იყიდება, ჩვენს გვაქვს 500 მილიგრამი საწმელის მერე, 500 გრამი, ანუ საგამოთი საწმელის მერე, ანუ დღეში ორჯერ პეპრინთან ერთად ცადე ეგეთი კურკუმინი უნდა იყიდო, რომელშიც შედის პილპილი. უფრო მეტად ითივსებადია კურკუმინი პილპილთან ერთად. ეს იყო მეგობრებო ეგეთი საშუალებები, თუ თქვენ ცოტათი კვება გაასწოროთ, კვების გასწორება როგორ ხდება? საწმელი ჭამის წინ, თითო საწმელი ჭამის წინ 200 გრამი ჯერ ბოსტნეული ჭამე, ჯერ იმის მერე მიაკოლე საწმელი, ღამე 9-10-ის მერე საწმელი არაჭამო და დაიწყეთ 10000 ნაბიჯის სიარული. 60 დღის მერე თქვენ შეგიძლია გაატესტო თქვენი სიცხლში ცუდი კოლესტერინის რაოდენობა შემცირებული დახვდება ბუნებრივად. წამალი არ დაგჭირდება. სულიკავი, ჯანმრთელი და ბედნიერი, არ დაგავიწყდე არხის გამოწერა და ამ ვიდეოს ბევრი ადამიანის გაგზავნა. აბა კარგად.